საქართველოში წარმოებული პროდუქცია უახლოეს მომავალში გლობალურ სავაჭრო პლატფორმაზე განთავსდება. Alibaba უმსხვილესი სავაჭრო ვებგვერდია, რომელიც მსოფლიოს ასობით ქვეყანას ერთმანეთთან დისტანციურად აკავშირებს და ონლაინ ვაჭრობის საშუალებას აძლევს. იგივე შესაძლებლობით ისარგებლებენ ქართული კომპანიებიც. პირველ ეტაპზე Alibaba.com-ზე 50 ქართული კომპანიის პროდუქცია განთავსდება. მოგვიანებით მათი რიცხვის გაზრდა იგეგმება. ადგილობრივ მწარმოებლებს ახალი ბიზნეს კონტაქტების დამყარებასა და საექსპორტო ბაზრების ათვისებაში სააგენტო აწარმოე საქართველოში ეხმარება. ქართული კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების ფანჯარა იხსნება. ჩვენს ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ყიდვა-გაყიდვის გვერდზე განთავსდება. Alibaba.com ეს არის უდიდესი გლობალური ელექტრონული კომერციის პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომწოდებლებს მყიდველებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ რიგებს მალე საქართველო უკვე როგორც საექსპორტო ქვეყანა ისე შეუერთდება. ამის შესაძლებლობას ადგილობრივ მეწარმეებს სააგენტო აწარმოე საქართველოში აძლევს, რომელიც ბიზნეს სუბიექტებს ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლასა და პოტენციური პარტნიორების მოძიებაში ეხმარება. სააგენტო სრულად დაფარავს წლიურ საწევრო გადასახადს, პროდუქციის პოპულარიზაციისა და პლატფორმაზე განთავსებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს. ქართული კომპანიები ისარგებლებენ ეგრეთ წოდებული Global Gold Supplier-ის სტატუსით. ეს არის ერთგვარი ვერიფიკაცია, რომელიც ზრდის კომპანიებისადმი ნდობას და პოტენციურ შემსყიდველებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, რომ ქართული კომპანიები წარვადგინოთ ამ პლატფორმაზე. 50 კომპანიაზე არის საუბარი, რომელთაც მთლიანად დაუფინანსდება საწევრო გადასახადი და ეგრეთ წოდებული ონბორდინგის გადასახადი. ეს არის მარკეტინგული ხარჯები და სხვა დაკავშირებული ხარჯები იმასთან, რომ მათ უფრო შეძლონ, უფრო კონკურენტულად განათავსონ თავისი პროდუქციის რეკლამა და თავისი პროდუქცია ამ პლატფორმაზე. ქართულ პარტნიორებთან შესახვედრად თბილის პლატფორმის Alibaba.com-ის გუნდი ეწვია. მათ დამსწრე აუდიტორიას პრეზენტაცია წარუდგინეს, რის შემდეგაც ღონისძიება კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, სადაც მხარეებმა კომპანიების განთავსებასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. თავდაპირველად პლატფორმაზე 50 ქართული კომპანია განთავსდება. თითოეული ბიზნეს სუბიექტისთვის ინდივიდუალურად შეიქმნება ეგრეთ წოდებული მინი ვებგვერდი, ხოლო მას შემდეგ რაც კომპანიების რაოდენობა 50-ს მიაღწევს, Alibaba.com-ზე განთავსდება ეროვნული, იგივე ქართული პავილიონი. ძალიან გაგვეხარდა, რომ ამის საშუალება მოგვეცა ქართულ კომპანიებს გქონდეს წვდომა საერთაშორისო გაყიდვებზე, გქონდეს პირდაპირ ურთიერთობა ახალ ბაიერებთან, მოგვეცა შანსი, რომ გავიტანოთ ქვეყნის გარეთ ჩვენი პროდუქცია. შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ინფორმატიული ჩვენთვის, როგორც პოტენციური გამყიდველები Alibaba-s პლატფორმაზე, არა მხოლოდ დღევანდელი შეხვედრა, ზოგადად ეს ინიციატივა და აწარმოე საქართველოს მხარდაჭერა ადგილობრივ მეწარმეებზე არის ფასდაუდებელი, ვინაიდან თითოეული მწარმოებლის მიზანი არის, რომ გააფართოვოს მისი გაყიდვების არეალი და შევიდეს რაც შეიძლება მეტ საექსპორტო ბაზარზე. ამაში ძალიან გვეხმარება აღნიშნული ორგანიზაცია. პლატფორმაზე Alibaba.com-ზე კომპანიების განთავსების პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. თავდაპირველად Alibaba-s გუნდის მხრიდან ხდება სააგენტოს აწარმოე საქართველოში მიერ შერჩეული კომპანიების ვერიფიკაცია. მომდევნო ეტაპზე თითოეული კომპანიისთვის ინდივიდუალურად იქმნება ეგრეთ წოდებული მინი ვებგვერდი, ხოლო მას შემდეგ რაც ქართული კომპანიების რაოდენობა 50-ს მიაღწევს, Alibaba.com-ზე განთავსდება ეროვნული პავილიონი. Alibaba 1999 წელს დაარსდა. იგი ელექტრონული კომერციის წამყვანი B2B პლატფორმაა, რომელიც მყიდველებსა და მომწოდებლებს მსოფლიოს 200 ქვეყანასა და რეგიონში ემსახურება. მალე აღნიშნულ გვერდზე ქართული პროდუქციის ნახვა და ყიდვა გახდება შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში წარმოებული პროდუქტებისთვის საექსპორტო არეალი მკვეთრად გაფართოვდება.